ზოგს გონია, რომ წარმატება მხოლოდ წლობით შრომის შედეგია. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც გაიღვიძეს როგორც არამი და დაიძინეს როგორც მსოფლიო ვარსკვლავებმა. მოემზადეთ, რადგან ეს ისტორიები დაგარწმუნებთ. თქვენი ცხოვრებაც შეიძლება სულ რაღაც ერთ წამში შეიცვალოს. 2014 წელი, კალიფორნია. პოლიცია იარაღის უკანონო ფლობისთვის კრიმინალურ ავტორიტეტს ჯერემი მიკსს აპატიმრებს. მას წინ ციხის მძიმე წლები ელოდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. პოლიციამ მისი დაკავების ფოტო Facebook-ზე გამოაქვეყნა. სულ რამდენიმე საათში ინტერნეტი აფეთქდა. მილიონობით ქალი მის გარეგნობაზე აჟიტირდა, ფოტოს ქვეშ კი ათასობით კომენტარი გაჩნდა. ის ძალიან სიმპათიურია ციხისთვის. სანამ ჯერემი საკანში იჯდა, მსოფლიოს წამყვანი სამოდელო სააგენტოები მის ოჯახს მილიონიან კონტრაქტებს სთავაზობდნენ. კაცი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში უნდა ჩაკარგულიყო, ციხიდან გამოსვლისთანავე მაღალი მოდის ვარსკვლავი გახდა. ერთი ფოტო პოლიციის განყოფილებიდან და ის დღეს მილიონერია, რომელიც პლანეტის ყველაზე ძვირადღირებულ პოდიუმებზე დადის. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მიგრანტი იტალიაში. მუშაობთ ქარხანაში და პანდემიის დროს მოულოდნელად უმუშევარი რჩებით. ზუსტად ასე დაიწყო ხაბი ლეიმეს ისტორია. მას არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა პროფესია და არც მომავლის იმედი. მოწყენილობისგან მან TikTok-ზე ვიდეოების გადაღება დაიწყო. ის არც ეკავდა, არ მღეროდა და არც ლაპარაკობდა. ის უბრალოდ დასცინოდა აბსურდულ ლაიფჰაკებს თავისი ცნობილი ირონიული ჟესტით. ხალხს ისე შეუყვარდა მისი უბრალოება, რომ ხაბი მსოფლიოში ნომერ პირველი TikTokeri გახდა. კაცმა, რომელიც ქარხანაში კაპიკებზე მუშაობდა, დუმილი ოქროდ აქცია. პრესის ჰუგო ბოსის სახია და მილიონობით დოლარს მხოლოდ იმაში იღებს, რომ კამერის წინ ისე გაჩუმდეს. ჰოლივუდის ლეგენდა ჰარისონ ფორდი საერთოდ არ აპირებდა მსახიობობას. ის დურგალი იყო. კარადებს აწყობდა, კარებს არემონტებდა და ამით არჩენდა ოჯახს, რადგან კინოში მას არავინ ამჩნევდა. ერთ დღეს ის რეჟისორ ჯორჯ ლუკასის ოფისში კარს აკეთებდა. ლუკას ვარსკვლავური ომებისთვის მსახიობი სჭირდებოდა და ფორდს სთხოვა. უბრალოდ დამეხმარე და ტექსტი წამიკითხეო. ჰარისონმა ისეთი ქარიზმით წაიკითხა სიტყვები, რომ ლუკასმა სხვა მსახიობებს მაშინვე უარი უთხრა. დურგალი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ლურსმნებს აჭედებდა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პერსონაჟი ჰან სოლო გახდა. მისი იღბალი იმ ერთ გაფუჭებულ კარში იმალებოდა. ეს ისტორიები გვიჩვენებს, რომ სამყარო სავსეა მოულოდნელობებით. არ აქვს მნიშვნელობა სათხარ ეხლა, ციხეში, ქარხანაში თუ ხელში ჩაქუჩი გიჭიროს. იღბალი არ ეძებს მდიდრებს, იზბს მდიდრებს, ის ეძებს მათ, ვინც მზად არის ერთი შანსისთვის. დახსოვდეთ, თქვენი ის ერთი წამი შეიძლება ხვალ დადგეს. მთავარი